ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდი, ძალიან ზედმეტად. აი პირდაპირ არ მერიდევა რომ თქვა რომ 850 ლარი მქონა, ჩემი შემოსავალი იყო თვიდან თვემდე. ეს გაგრძელდა წლები. ტარული ან მართლა არ მქონია, აი წასასვლელი ფული არ მქონია. დასალევი წყალი საჭმელი ლოქშია და ხაჭაპური, აი არო ეგრე იყო, ხა შეიძლება ისე ჟღერს რაღაცნაირად, მაგრამ სიმართლე ეგრე იყო და ამას თან მალავდი მე და ანუ არ ვიძახდი, ვითომ არაფერი, როგორ არაფერი. ანუ ძალიან ფერი უკვე რა და თან მე მბედურება ისე რომ გამოდიხარ რაღაცა ფულს თხოვენ რომ მას ესხე თუ რაღაცა და გონია რომ ტელევიზორში რო ხარ აი ბევრი ფული გაქვს და ოღონდ მართლა ბევრი ჯერ ყოფილა შემთხვევა რომ აი იმ ღამეს დაუშვათ რაღაცა ტელევიზორში გამოვში და არის ბუმი რაღაც ხდება და მართლა არა მაქვს სიგარეტი აი ძალიან ძნელია ეს რა თან რომ ხალხს რო გონია რომ შენ კარგად ხარ ამ პატარა სახში ვცხოვრობ, შენ ჟირაფების ოჯახს ვეძახი, ჩემოსავ, იმიტომ რომ მაღლები ვარ, ჩემი უღლეთ ძალიან მაღალია, ჩემი შვილების მაღლები არიან. ჩინელების დასახლება კიდე კაია და ჩინელების იმებს უყურებ ხოლმე, რა ქვია, აი როგორ ერთ ოთახში როგორ ეტევიან უყურეთ რაღაცა. აი ეგეთნაირ რეჟიმში ვცხოვრობ, მართლა რაღაც მომზადება რომ მინდება ან იმდენად ადგილი არ არის სახში იყო. ჩემი საყვარელი ადგილი არის აბაზანა. იქ მაქვს მოწყობილი ჯერ სიგარეტს ვეწევი იქ კარგად. და დასაჯდომი მაქვს და აბაზანაში მეცადინეობ ხოლმე რა რაღაც რომ მინდა ლექსის და ან რაღაც სიმღერის ან აბაზანაში მაქვს ეხა ეგრევა. მე კახეთში რაღაც მეურნეობა მაქვს რა ტბა მაქვს ძალიან ლამაზი ადგილი მაქვს მოკლედ და ეს მერგო ხდები ზოგადად დედისერთა რო არის მამა მყავს არის არავინ არ არის ეხა კახეთშიც არის უზარმაზარი სახლია მე ეგ რაღაცა ადგილია სადაც პატარა ბენახია კარგი მე ეს ტბა არის თავისი კუნძული და ლამაზი ადგილია მოკლედ ძალიან და მაგ უამრავი რაღაცეები რასაც უბრალოდ ყურადღება ჭირდება გაყიდვაც ძალიან არის რაღაცა ისეთი რაღაცეები ისი გაყიდვაც აი ცოდოა და არ შეიძლება და რო გაყიდო მე რა უნდა ქნა აქენ გამომდინარე ვიყავი აი ესე დავდიოდი რა ანუ ძალიან დიდი გადარბენაზე ვიყავი რომ იქ ჩავდიოდი ხშირად და რაღაცებს ვაქცევდი ყურადღებას მე თან ვცდილობდი რომ იქ გამეკეთებინა ისა რაღაცა შემოსავალის წყარო მქონოდა რა იქ რო ვიყავი მინდოდა რომ რაღაცა ბიზნესი ამეწყო იქ რაღაცა ნაწილობრივ ვავაწყე მაგრამ ეს ითხოვდა ძალიან დიდ შრომას და კიდე მეტი ფულის ჩადებას მარტო ვიყავი მანდაც რა და ზოგადად მარტო რო ხარ ძალიან ძნელია და რესურსებია ძალიან ბევრი საჭირო. არ ვარ მერიდება რა მაგის თქმა მაგის დამალვა კიდე და ჩუმატყოფნა კიდე ის არის, იმიტომ რომ ვიღაცებს გონია რომ შენ სხვანაირად ცხოვრობ რა. თუნდაც ვიღაცა რომ ახლობელსაც რო გთვლის და გონია რომ და მე რო გაიგებს გეთქვა თუ რაღაც რა მეთქვა ხარ ამ და მე დავიწყო ეხა ვიძახი აი ეხა ვიძახი აბა ჩემი პირველი მეუღლე და მეორე მეუღლე ძალიან ჩაოლევრეთ კარგი ურთიერთობა აქვს რა ძალიან მიხარია და მომწონს რაღაც ბევრი რამე ყოფილა რომ ერთმანეთის ჭკვაც უკითხავთ ჩემი ბევრი რაღაც მოკლედ ძალიან ისე ახლოს არიან როცა სიამოვნო ბავშვები გიждდებიან ერთმანეთზე ისე უყვართ ერთმანეთი და აი მართლა ძალიან სასიამოვნოა ეს. მე თვითონ ბავშვებთან ძალიან ვცდილობ რომ ძალიან მეგობრული ვიყო და ნამდვილი მეგობრობა გავწიო როგორც მომამ და არა ვითომ მეგობარი და რამე არა აი ნამდვილი მეგობარი ეს საკმაოდ ძნელი რამეა. არ ვიცოდი ამას გამოვწყდები ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი და ძალიან ბევრი რამე შეცდომით ვაკეთებდი და ერთ-ერთ ბიჭთან ძალიან რთულად გქონდა საქმე ვერაფრით ვერ გავდიოდი მეგობრულ კონტაქტზე და რომ ვერ გადიხარ რა ვერ ხვდები რანაირად და აი მერცმა გაახაროს ეს ამონაშვილი რო არის ეს ასაკიანი კაცი რო არის შალვა და არა მარტო იქ არიან ადამიანები რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგები არიან და აი ვიჯექი დავჯექი რასაც ქვია ისე კი არ მოусმინე რა მთელი გულისხმობით მოусმინე ისე რომ ვისწავლე და ძალიან ბევრი ვიფიქრე ამასთან დაკავშირებით და მე მაგალითად მასე არ მოვიქცეოდე ერთხელ ვცადე ტექნიკურად ვცადე რომ აბა თუ იმუშავებს და რაღაცა უცებ იმან გააკეთა მე ამ დროს გამახსენდა იმ ნათქვამი და ერთხის სუფთა ტექნიკურად და ბავშვმა გამოიხედა და რაღაცა რეაქცია მოყვა და აი მე ვთქვი რომ ნახე მეთქი უბრალოდ როგორ მუშაობ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცოდა და უმეტესობა 98-17% ვართ გაზრდილები იცე რომ არ იცოდნენ პრობლემა როგორც დიდნენ უბრალოდ ემოციურად როგორც მიყვები ესეს დიდნენ შვილებს და ესე ვართ გაზრდილები რაც
ძალიან ბევრი შეცდომა დაშვებული და დანაშაული მე ეს ამას ვიმკის ადამიანი რომ იზრდება ისე რომ თქვენ ცნობიერი შეალაგია ისეთი რაღაცები რომ ის გმართავს მე და შეცდომებით სავსე. უფროსი ბიჭი გავიცანი, რასაც გასწრაფ პირველად ძალიან თოთო იყო რომ ნახე, მე საერთოდ არ მყავდა ნანახი, გარდა ეს შორიდან ტელევიზორში და იმის გარდა და მე რაღაც 8 წლის იყო თუ რაღაცა პირველად როგორ ანუ იმ დროიდან, როდესაც უკვე მას შეეძლო რომ ესე იგი პირდაპირ მქონოდა მასთან ურთიერთობა, რომ ჩემთან რო ყოფილიყო და რაღაც ანუ უკვე იმხელა რო ყოფილიყო რა რომ თავისუფლად შემეძლო რომ მარტო ინდივიდუალურად რომ მქონოდა ურთიერთობა, იმიტომ რომ ეგრე მერჩივნა რა ბავშვთან ურთიერთობა კონკრეტულად რა. მე მაგ ურთიერთობა გუშინაც მოულოდნელად სპექტაკლზე დამადგა თავის მეგობრებთან ერთად და ასე ისე გამომწვევად მითხრა რომ აბა არ შემარცხვინო. თეატრალურზე ჩააბარა სამსახიობო ძალიან არ მინდოდა მე ურჩიე რომ არ გირჩიო თქო, მაგრამ ძალიან უნდა მას რადგან უნდა ზოგადად დედას ან ისე დაყავს აქტიურად ლონების წრეებს და რაღაცა ძალიან ისე რა ქვია, აი ესეთნაირად გააზარდა რა დედამ.